დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ, ამიტომ არავის გაუკვირდება თუ საგანგებოდ ადამიანის შესახებ საუბრისას ვისაუბრებთ მისი ორგანიზმის დირიჟორზე, მართვის პულზე, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე ჩვენს თავის ტვინს. დიახ, ასე შეიძლება შევამკოთ ის, რაც ძლოვან ჩონჩხშია დაცულად განთავსებული, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ ადამიანის სხეულის აღქმაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ადვილად შესამჩნევია ადამიანის სხეულში თავი, ტანი და კიდურები და რომელია უფრო მნიშვნელოვანი, დღევანდელი ჩვენი საუბარი ამას არ ეძღვნება. დღევანდელი ჩვენი საუბარი ეძღვნება თემას, რომელსაც კრებითად თავის დაზიანება ჰქვია. რა იგულისხმება თავის დაზიანების ქვეშ, რამდენად სარისკოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში და რა არის ის საზოგადოებამ თავის დაზიანების რისკებთან დაკავშირებით. დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს თარიღს, რომელსაც თავის დაზიანების შესახებ ცნობადობის ამაღლება აქვს მიზნად და მსოფლიო დღე, რომელიც 20 მარტს ტრადიციულად აღინიშნება, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს დღეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრ კითხვას უნდა ჩვენ გავცეთ პასუხი. და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მრავალი წლის განმავლობაში მეგობარი ნეიროქირურგი პროფესორი ბატონი ირაკლი ჭელიშვილი. ირაკლი, დილამშვიდობისა მობრძანდით. დაბრძანდით. დილამშვიდობის. ძალიან გვიხარია ყოველთვის ირაკლი თქვენი სტუმრობა და მიხარია პირადად მე, იმიტომ რომ ვიცი აკადემიურ პასუხებს მივიღებთ საკმაოდ რთულ კითხვებზე, თუმცა როდესაც დღევანდელი თარიღი აირჩია სამედიცინო საზოგადოებამ იმისთვის, რომ თავის დაზიანებაზე ესაუბრათ, მათ არ გამიჯნეს ერთმანეთისგან თავის დაზიანების ქვეშ რა იგულისხმება. კრებითად გამოიყენეს ასეთი გამოთქმა და ამიტომ თქვენ მოგიწევთ განმარტოთ, რას აერთიანებს თავის დაზიანება. თვითონ ცნება თავის დაზიანება ძალიან ფართო ცნება, იმიტომ რომ ბევრი ნაწილისგან შედგება. იმიტომ რომ თავის ტრავმა გულისხმობს თქვა დაუშვათ ყურის, თვალბუდის, ყბების სახის ძვლები, ღრძილები, ეს ყველაფერი არის თავის დაზიანება. თუმცა ძირითადად როცა ლაპარაკობენ თავის დაზიანებაზე, იგულისხმება პირველ რიგში თავის ქალა და ტვინი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანისთვის და შესაბამისად დაყოფაც ხდება ხოლმე აი ტვინთან ურთიერთობაში. რამდენად სერიოზულია დაზიანება და რამდენად საპასუხისმგებლოა. თუმცა დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე თქვენ მოგიწევთ განმარტოთ. ტრადიციულად, როდესაც ამ თემებს უკავშირებენ ხოლმე მედიკოსები პრობლემებს, ამბობენ, რომ დიახ, თავის დაზიანება შეიძლება მოხდეს მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დიახ, თავის დაზიანება შეიძლება მოხდეს მაგალითად ვარდის სინდრომის დროს, რომელიც არ არის დაკავშირებული არც ავტოსაგზაო შემთხვევასთან, არც სხვა რაიმე მიზეზთან და უბრალოდ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან რაიმე სრულიად განსხვავებული დიაგნოზი შედეგად მოიტანს ამ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ვარდება, მაგალითად ხანდაზმულ ასაკში კონკრეტული დიაგნოზის გამო. მაგრამ წლევანდელი წელი მთლიანად ეძღვნება თემას, რომელიც თავის დაზიანებათა შორის გამორჩეულ ადგილს იკავებს. ეს არის ძალადობით გამოწვეული თავის დაზიანება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი საზოგადოებისათვის და რატომღაც არასდროს კარგავს ეს თემა აქტუალობას, იმიტომ რომ თავის დაზიანება ერთი მხრივ, რომელიც ძალიან მაღალი რისკის შემცველია და მეორე მხრივ, როგორც საკმაოდ წინ დაუხედავი და დაუდევარი დამოკიდებულების შედეგი. მნიშვნელოვანია თავის დაზიანება, მაგალითად ძალადობით გამოწვეული, განსხვავდება თუ არა, მაგალითად დაცემის დროს განვითარებული თავის დაზიანებისგან ან ტრაუმული თავის დაზიანებისგან. ძალადობაში გულისხმება მაგალითად ცეცხლსროლი ჭრილობაც, ხო? ეს მექანიზმი უკვე გასაგებია, რომ ფიზიკური ძალადობა ადამიანზე, რაიმე ნივთით, საგნით, რა თქმა უნდა. და შეიძლება გამოიწვიოს საშინელი შედეგები. პრინციპში მთავარი არის მექანიზმი, ხო? ნუ დარტყმა როგორი ძალის არის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ მექანიზმები ტვინის დაზიანების კი ბატონო არის პირდაპირ დაზიანება, ხო? დაუშვათ ჩატყდა ძვალი, პირდაპირ მოხდა ტვინზე ზეწოლა. მაგრამ გარდა ამისა არის
თქვა ავტოავარიების შემთხვევაში შეიძლება ტვინი დაზიანდეს ისე რომ თავი არ zmiarდყას ადამიანმა. ესეთ ტიპის დაზიანებაც არსებობს ტვინის. ეს უბრალოდ უარყოფითი აჩქარების გამო დაზიანება. დანარჩენი როცა ძალადობაზეა ლაპარაკი, ხო? იქ ძალიან რთულია გათვლა იმის რა მოხდება. დიახ. იმიტომ რომ გაჩნია ეხლა სერიოზული ტრავმა, ვთქვათ, მუშტით ვერ ჩამწვე ძვალს და ვერ გამოიწვევ ტვინის პირდაპირ დაზიანებას, ხო? მაგრამ ძალადობა შეიძლება მოხდეს სხვა რაღაცა საგნის ჩართმითაც, ხო? და მე როგორ მოდის კლასიფიკაციები როგორ არსებობს სუბუქი დაზიანებები, ხო? აი ჩვენ რომ ვეძახით უბრალოდ კოპი. ესეც ითვლება, ხო, ესეც ითვლება ტრავმა. უბრალოდ ეს არის სუბუქი დაზიანება. მე არის საშუალო დაზიანებები, რომელიც პირველ რიგში რა თქმა უნდა ტვინის მდგომარეობას ეხება, ხო? იმიტომ რომ ქალა, როდესაც ტყდება, თვითონ მექანიზმი არის, ხო, მნიშვნელოვანი. იმიტომ ეს ძვალი საკმაოდ ისეთია, გამძლეა, მაგრამ თუ ის ტყდება, ესე იგი ზემოქმედება იყო ძლიერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება ძვლის მოტეხილობის დროს ტვინის სერიოზული დაზიანება. მაგალითად, ხაზოვანი დაზიანებას თუ არ მოხდა სისხლჭარბცევა შიგნით, მაშინ მას საერთოდ არაფერი არ უნდა. დაისვენებს ცოტას პაციენტი და შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, იმიტომ რომ ის ხაზოვანი მოტეხილობა შეხორცდება. თუ არ იმპრესიული, ჩაიმტრა ძვალი, ხო? აქ უკვე კონკრეტულ შემთხვევას უყურებ, თქვათ, რამდენად არის ჩაწეული, საჭიროა თუ არა მისი გასწორება ამ მოტეხილობის. და არის, თქვათ, ფუძის მოტეხილობა, ხო? რომელიც ითვლება, რომ ძალიან მძიმეა. დრამატულად აღიქვამს ამ სიტყვათა შეთანხმება საზოგადოებაში. ყველა საშინლად ეშინია, რა თქმა უნდა. მაგრამ ფუძეზე მოტეხილობა ყოველთვის არის ხაზოვანი. იმიტომ ცდომილი მოტეხილობა მე არასდროს არ მინახავს და ეჭვი მაქვს რომ არც ერთ ნეიროქირურგს არ უნახავს. უბრალოდ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა იქნება. ხდება ხაზოვანი მოტეხილობა. თვითონ ხაზოვანი თითქოს არაფერი, ხო, ფუძეზე. უბრალოდ მექანიზმი რომ წარმოიდგინო რამხელა ტრავმა უნდა მიაყენო, რომ გასკდეს ქალას ყველაზე დაცული ნაწილია ფუძე. აი მისი გასკდომა, ესე იგი ძალიან დიდი ზემოქმედება იყო და რამხელა ტრავმას იღებს ამ დროს გარშემო ამ ძვალთან არსებული სტრუქტურა, ანუ ტვინი. და ამიტომ არის საშიში. თუმცა მე მინახავს პაციენტები ფუძის მოტეხილობით, რომელიც აბსოლუტურად არ დაუზიანდა ტვინი და პრაქტიკულად არაფერი არ აწუხებდა. რეალურად სწორედ ამის კითხვა მინდოდა, იმიტომ რომ საზოგადოებაში ცალსახა აღქმა არის ამ დიაგნოზთან დაკავშირებით და ყოველთვის ფატალური განცდა აქვს საზოგადოებას თუ ეს დიაგნოზი მოისმინა, მაგრამ ის რაც თქვენ ბრძანეთ ადასტურებს, რომ ყოველთვის ასე არ ხდება საბედნიეროდ. არ ხდება ყოველთვის, შეიძლება მიხვიდე აბსოლუტურად ადეკვატურად, ნორმალურად არის პაციენტი, მაგრამ ფუძე მოტეხილია. თუმცა მის გათვალისწინებით, რომ სერიოზული დარტყმა უნდა იყოს, ძალიან ხშირად ფუძის მოტეხილობასთან ერთად ხდება ტვინის სერიოზული დაზიანება. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე დაზიანებებზე, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანისათვის ყოველთვის ბევრად უფრო გასაგებია მოვლენა, როდესაც ხედავს, ხილულია. მაგალითად, თუ ძვალი მოტეხილი დაინახა, მით უფრო ქალას ძვალი, რომელიც თქვენ როგორ ბრძანეთ, ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე სტრუქტურა გატეხილი დაინახა, რასაკვირველია, სიტუაციის სირთულეს უფრო ადვილად აღიქვამს. მაგრამ არის მდგომარეობები და თქვენს პრაქტიკაში ასეთი ძალიან ხშირია, როდესაც თითქოს ერთი შეხედვით თავის ქალა თელია და არაფერი საშიში არ ხდება, არადა ვერ ვითვალისწინებთ, რომ ქალას მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, როგორც თავის ტვინი ძალიან დაზარალდა. ან არ ვითვალისწინებთ, მაგალითად, ამ სიტუაციაში ეს არის მოკლევადიანი, დღეს განვითარებული მოვლენები და რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში. საინტერესო იქნება ის სწორედ ეს წახნაგი დავანახოთ ჩვენ საზოგადოებას. საქმე იმაშია, რომ ძალიან ხშირად არის ეს, რომ ვიზუალურად არაფერი არ ეტყობა ადამიანს და შიგნით არის სერიოზული დაზიანება, იმიტომ რომ ახლა ერთია ძვალი, ხო? მაგრამ შიგნით არის ისეთი სტრუქტურები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ეტყობოდეს არაფერი ადამიანს, მაგრამ შიგნით დაზიანდეს, იმიტომ რომ სისხლჭარბცევების რისკებია დაუშვათ, ხო? ის ტიპების მიხედვით სისხლჭარბცევის, თქვა ეპიდურული, სუბდურული, სუბარახნოიდული, ინტრაცერებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს ტრავმის დროს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სად, რომელ ნაწილში მოხდა ტვინის, ხო? ამის მიხედვით მიიღებს სიმპტომატიკასაც. და მომავალში
კი არსებობს ისეთი ტრავმები, რომელიც დაუშვათ ამ წუთში ბევრს არაფერს არ გამჟღავნა თავი ამ წუთას. თავი და მომავალში მიიღე პრობლემას. ეს კი აითვლება, რომ არსებობს თქვა ტრავმული ანევრიზმები, სისხლძარღვების ანევრიზმა ჩნდება ტრავმის შედეგად. დიაგნოსტირება ძალიან რთულია ამის, იმიტომ რომ მაშინ უნდა კონდეს კვლევა ტრავმამდე და მერე კვლევა ტრავმის შემდეგ რომ დააბრალო ესე პირდაპირ, ხო? მაგრამ არსებობს ესეთი რამ. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არის ხოლმე, განსაკუთრებით ასაკში ხალხში, მიიღო ტრავმა. ისეთი არც უმნიშვნელო, რომელსაც მაინდა-მაინც არ მიაქცია ყურადღება. კარადას მიარტყა თავი. ან რაღაცა ესეთი მოხდა, დაეცა და არტყა, მაგრამ კარგად არის. და ვითარდება ეგრეთ წოდებული ქრონიკული სუბდურული ჰემატომა, რომელიც გამოვლენას იწყებს, ვთქვათ, 1-2 თვის შემდეგ, ან 3 თვის შემდეგ. მაგრამ ეს იმ ტრავმის შედეგია. უბრალოდ რომელიც შეიძლება დაავიწყდა კიდევაც მასაც და ოჯახსაც. ხშირად დაავიწყდებათ, არ აქცევენ ყურადღებას და მე ვეკითხებით, არ გახსოვთ, ვთქვათ, როგორ მოხდა ეს. და უბრალოდ იქ ჩაწყდება ვენა, ეს არ არის არტერიული დაზიანება. ვენა ჩაიქცევა სისხლი. ცოტა ხანი ჟონავს, ვითარდება პატარა ჰემატომა, რომელიც იწყებს ზრდას. ზრდას უკვე არა სისხლის კიდევ სისხლის ჩაქცევის გამო. არამედ ელექტროლიტური ბალანსი სხვადასხვა რა, ანუ ჰემატომაში მეტია და ამიტომ იწყება ოსმოსური წნევით ლიქვორი გადადის ჰემატომაში. და რაღაც მომენტში ისახცევს ისეთ ზომას და ეს ნელზე წოლას ტვინი იტანს. განსაკუთრებით ასაკში ხალხში. იმიტომ რომ ტვინი ცოტა ატროფირებულია, მეტი ადგილი აქვს, ამიტომ უფრო მეტი დრო გრძელდება. ახალგაზრდებში უფრო იშვიათია ამის გამო სწორედ, რომ ახალგაზრდას ტვინი ვერ იტანს ზეწოლას, ადგილი არ არის იქ. და შეიძლება 3 თვის მერე მოიყვანონ პაციენტი, რომ დამძიმება დაიწყო და ხედავ, რომ არის ქრონიკული ჰემატომა. თქვენ მონათხრობი მიანიშნებს იმაზე, მე იმედი მაქვს ფრაზა არ გაგაწყოთინეთ, რამდენად საყურადღებოა ნებისმიერი მოვლენა, თუნდაც უმნიშვნელოდ მიგვაჩნდეს იმ მომენტში შევაფასოთ გრძელვადიან პერსპექტივაშიც და გავითვალისწინოთ ის, რაც თქვენ ბრძანეთ. დიახ. ყურადღების მიქცევა აუცილებელია. საერთოდ ჯანდაცვის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც არაუშავს, არ მივაქცევ ყურადღებას, არა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა თავი მიარტყა და გავიქეცდეყო, ყველა მაგნიტურ რეზონანსი ვიტაროთ. ესე არ ხდება რა, არც დედამიწაზე და არც ჩვენთან არ არის. სიმპტომებს უნდა მიაქციო ყურადღება. მაინც რა სიმპტომს მაგალითად? თავის ტვინია და ძალიან ბევრ რამეს მოიცავს, მაგრამ ყველაზე ხშირად ვთქვათ, რა არის? ცნობიერების ცვლილება. დათრუგუნვა ცნობიერების მოძრაობის პრობლემის, ამ გზნობელობის პრობლემის, რომელიმე მხარეს, ვთქვათ, ხელფეხში. ადეკვატურობა პაციენტის, თავის ტკივილები ძლიერი და მივი. ამას ეს არ უნდა, ვთქვათ, თუ იგრძენ რომ სისუსტე გაქვს ხელფეხში, არ უნდა გქონდეს განწყობა, რომ არაუშავს გაივლის. არა. ეს არ არის სურდო და არ გაივლის რა, აუცილებლად უნდა ნახო რაშია საქმე, უნდა ნახოს ექიმმა და მან მერე გადაწყვიტოს, ვთქვათ, პირველ რიგში დიაგნოსტიკა და მერე უკვე რა უნდა გაკეთდეს. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა. როდესაც ჩვენ ამ თარიღთან დაკავშირებით ვემზადებოდით, მე ზუსტად ვიცოდი, რომ თქვენ და მოსულიყავით და საზოგადოებისათვის გეთქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია თავის ქვეშ მოვიაზროთ ყველა ის სტრუქტურა, რომელიც თქვენ საუბრის დასაწყისში დაასახელეთ, მაგრამ არ დაგვიწყდეს ყველაზე მთავარი. ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი ჩვენი თავის ტვინი და ვიყოთ ყურადღებით იმ სიმპტომების მიმართ, რომელიც თქვენ ახსენეთ. მაყურებელს შევახსენებ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი თავის ტრავმის ცნობადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გახლდათ ნეიროქირურგი პროფესორი ბატონი ირაკლი ჭელიშვილი. დიდი მადლობა. თან ქართულში გადის არის საუბარს. რა უნდა ვქნათ? თავს გაუფრთხილდეთ. თავს გაუფრთხილდეთ. როდესაც თავის დაზიანებაზე ვსაუბრობთ, რასაკვირველია, შეგვეძლო შეგვერჩია კვების მოდელი,
ჩვენი კვებითი შუქნიშნის შესაბამისად დაზიანებების თავიდან ასაცილებლად ან არსებული დაზიანებების გამოსასწორებლად, მაგრამ დღეს ჩვენ არა კვების მოდელზე, არამედ საკვებ ნივთიერებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ჰქვია ალკოჰოლი. რეალურად ალკოჰოლი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 1 გრამი ალკოჰოლი 7 კილოკალორიას გვაძლევს, თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ ის როგორც საკვები ნივთიერებაც და ასეთ შემთხვევაში მაგალითად ალკოჰოლის მოხმარების დროს, არარაციონალური მოხმარების დროს თავის დაზიანების რისკი უდავოდ იზრდება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების თავის და მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს სწორედ ალკოჰოლის მიმართ არაზომიერი დამოკიდებულება. მაგრამ საგანგებოდ უნდა გამოვყოთ მდგომარეობა, როდესაც ალკოჰოლის სისტემატური მოხმარების შემთხვევაში ადამიანები სხვა საკვებ ნივთიერებებს კარგავენ. მაგალითად, ალკოჰოლის სისტემატურ მომხმარებლებში ძალიან ხშირია B1 ვიტამინის ნაკლებობა. B1 ვიტამინი, ანუ თიამინი, ჩვენი ნერვული სისტემის ჯანმრთელობისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დღეს მე დეტალურად ამაზე არ მოგიყვებით, თუმცა თუ თქვენ ჩვენი გადაცემის ერთგული მაყურებელი ბრძანდებით, ძალიან კარგად იცით, რამდენად არის დამოკიდებული სწორედ თიამინის რაოდენობაზე ჩვენს ორგანიზმში, ჩვენი ნერვული სისტემის გამართული მუშაობა, ჩვენი წონასწორობა, ნერვკუნთოვანი გადაცემის თავისებურება, ნერვული იმპულსების, მასზე პასუხების თანმიმდევრობა. და აი ასეთ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ალკოჰოლის დამსახურებით B1 ვიტამინის, ანუ თიამინის ნაკლებობაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად თუ თქვენ ფოკუსის გასწორება გიჭირთ გამომეტყველებისას, თვალის მზერის გასწორება, თუ კოორდინაციას კარგავთ, თუ აზრები არეულია. ეს არის ზუსტად ის საგანგაშო ნიშნები, რომელიც უკავშირდება სწორედ B1 ვიტამინის თიამინის ნაკლებობას. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ თქვენ თვითონ დაიწყოთ დამოუკიდებლად ვიტამინის მოხმარება. არა, ეს უნდა დადასტურდეს კონკრეტული კვლევებით და თუ მართლაც თქვენი არარაციონალური მოხმარების დამსახურებით B1 ვიტამინის ნაკლებობა უკვე გამოიწვია ალკოჰოლმა, მაშინ აუცილებელია ორგანიზმის დანაკლისის შევსება და ამას აუცილებლად ექიმი კონკრეტულ კვლევებზე დაფუძნებით რჩევების სახით გაგიზიარებთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაცია. მე ვიდრე დაგემშვიდობებით აუცილებლად გეტყვით, რომ ყველა ის პროდუქტი, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებს გამორჩეულად შეიცავს, იქნება ეს პარკოსნები, იქნება ეს ხორცს პროდუქტები, რძის ნაწარმი, მარცვლეულ ბურღულეული, სხვადასხვა სახის თესლი, შეიძლება ძალიან ადვილად გამოიყენოთ B1 ვიტამინის ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.